სალამ, დაუბრუნდი. ნუ ვინც არ მიცნობს, იმას ვიტყვი, რომ ახალი არ ვარ YouTube-ზე, ჩემი წინააღმდეგ წავშალე გუშინ მაგალითად, იმიტომ რომ უკვე მკვდარი იყო, რადგან ბავშვობიდან მაგ ვიდეო, მაგ არხზე ვიღებდი სხვადასხვა კონტენტს და ძალიან ბევრი რაღაცები შეერია ერთმანეთს. შემდეგ ისინი წავშალე, მაგრამ YouTube ალგორითმი მაინც არ შეიცვალა და ძალიან გამიფუჭდა არხი და არც გამომწერები მემატებოდა და არც ლაიქები ემატებოდა ვიდეოებს და ნახვები, ასე ვთქვათ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, რესარჩები გავაკეთე და შევქმნი ახალი არხი და უფრო მეტი გამოცდილება მაქვს. ამ არხზე რას ნახავთ ახლა ახალს ხალხს? ამ არხზე ნახავთ ვლოგებს. თუ რას ვაკეთებ ყოველდღიურად, ჩემ ვარჯიშის ვიდეოებს ნახავთ და ასე შემდეგ რა. სამწუხაროდ დღეს ვერ ვივარჯიშე, იმიტომ რომ მარჯვენა მხარს ვხედავთ, წინა ვიდეოც მედო, რომელიც წავშალე, ამოვივარდებ მხარი რა, მართალია ვერ ჩამიჯდა ეს მხარი, თუმცა ამოვარდნილი მაინც უცებ ამოვარდნილია და მტკივა საშინელად ძლივს ამოძრავა. შეხოვლი უნდა მქონდეს წესით ასე რაღაცნაირად, მაგრამ შეხოვას ვერ ვიტანა, იმიტომ რომ სულმოძრავი იქით აქეთ და ხელს ვეშლით რა. ვიდეოები იქნება ხოლმე 12 წუთიდან 15 წუთამდე. შემეერთეთ ეს ყველაზე კარგი შუალედი ვიდეოებისთვის. და სანამ დავიწყებდეთ ახლა ყოველ დღე ჩამოწერ ხოლმე მიზნებს რა. თუ მაგალითად რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოსაწყენი არ იყოს. მართალია შეიძლება ყოველ დღე თითქოს ერთი და იგივე იყოს. თუმცა მაინც ადამიანი ცხოვრებაა და დარწმუნებული ვარ თქვენც ეგრე ხართ, იმიტომ რომ ძირითადად რა მიზნებსაც აქ მიწერია რა. პატარა ბლოკნოტივით, მაგას თითქოს ყველა ვასრულებთ ყოველთვის. დიდები ვინც ხართ ეგენი მართალია სხვანაირადაა, იმიტომ რომ უბრალოდ სამსახურში მიდიხარ, სახლის სამსახურ სადღაც ეგრე. ხო, მოდი დავიწყოთ უკვე ჩვენი მიზნების შესრულება. პირველი რაც ამ მიზნებში ეს არის კვება. შეიძლება ამის თქვა გამოვჭა, თუმცა ახლა ვარმა წონის კლების რეჟიმში რა, ვინც ახლა ევახავთ. და ვცდილობ ისე ვიკვებო, რომ წონა დავიწყო რა. წინა არხზე ვიყავი წონის მატების პროცესში, ავედი 82 კილოზე, ახლა ვარ სადღაც 74-75 კილო. ახლა გაჩვენებთ უკვე რას ვჭამ. ახლა პირველი უნდა ჩაყაროს ეს. კაი, მთლად ეგრეა მეცენ. კაი, ნორმალურია. შემდეგ რასაც აკეთებ არის ბანანი უნდა ჩატეხო. მოსა ყველას რო გავხსნით და ჩავუყრით, დაგებრუნდებით. მოკლედ ახლა ბანანიც რო დავამატეთ. შემდეგ ამატებ შაქარს. შაქარი ჩაყარე 6 კოვი. და ბევრისთვის ვაკეთებთ. ხო, ორი კაცისთვის ვაკეთებთ, თორე თქვენს ახლა ამდენი კვერცხი არ გამოიყენებთ. თუ გასუქდებთ. კაი, ახლა კიდე 10 კვერცხი უნდა ჩატეხო. ხო, ეს ყველაფერი ავაფსეთ ახლა 10 კვერცხით და ინგრედიენტებით. ახლა ეს ნაგავს გადაყრის, მევანამდე მიქსერზე დავდებ. ეს ყველაფერი დავამიქსერეთ ახლა. და რა თქმა უნდა დავასხათ ტაფაზე. სტოპ მითხარი. მიდი კეთო სტოპს რო ისეთ საკმაოდ ჩას. ჩასწრებ ლომა, კაია. და ხო, ეს სტოპ. მოგეთ ახლა გაკეთე რა პანკეიქები და ჩემი ძაშვილსაც ხომ მეგონა რომ გავუკეთებდი და ერთი შეჭამა და მიმაგდო. მომეწონაო, მაგრამ ახლა იმას იკეთებს რა ქვია. მაკარონს. და ახლა ეგეც მემექნება საჭმელი. მოგეთ ახლა შევჭამე. ცოტა კიდე დაჭამა, ამას ცოტა დღის განმავლობაში გავანაწილებ, თორე ძალიან ბევრი ჭამა მომიწევს და მე გავიბერები ძალიან. ეგეც არ მინდა. ამიტომაც პირველი შეჩათვალეთ შესრულებულია. ახლა კიდე რადგან პირველი დავალება შესრულებულია, მოდი გადავიდეთ მეორეს. მოგეთ ახლა ბანაობასაც მოვჩი. რადგან დღის მეორე მიზანით შევასრულეთ, ახლა უნდა გადავიდეთ მესამეზე და ეს არის წიგნის კითხვა. მოგეთ ახლა წიგნის კითხვას.
ხო, მოკლედ ახლა წიგნის კითხვა რაც შეეხება. წიგნი წავიკითხო ამას. ადამიან მანიპულატორს. ბავშვობიდან რა თვითონ რამდენი ხანია უკვე ამ წიგნს კითხულობ, უბრალოდ ვერ დავასრულე რა, ანუ ყოველთვის შუაში ვჩერდები. ახლა ვარ მე 100 გვერდზე დაახლოებით და ადრეც ბავშვობაშიც როცა ვკითხულობდი რა, სადაც 60 რაღაც გვერდზე ვიყავი და მე დავიწყე თავიდან კითხვა. ვიფიქრე მოვჩერდით და მე შუაშეზე შევჩერდი რა. ვიფიქრე ახლა თმებით საშინლად მოქ. ჯერ ბოლომდე არც გამშრალა. და უბრალოდ ჩამოტენილი მაქვს რა. და მადევს ფაფახივით. ნუ ხო. ახლა რატო ვაპირებ რომ ანუ ყოველ დღე ასეთ ცოტათი ვიკითხო რა. ანუ თვეში გამოდის, ანუ 20 გვერდი რომ წაიკითხო, თვეში გამოდის დაახლოებით 600 გვერდი. თუ არ ვცდები. და რა თქმა უნდა, ანუ თვეში გამოგდის 2 წიგნის წაკითხვა, 1 წიგნის წაკითხვა რა, თავისუფლად. და ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩემ ბიბლიოთეკას შევმატებ წიგნებს და ასევე რაღაცა ცოდნასაც გამოვიტან. თან ასევე არის დროის კარგი გასაყვანი რა, იმიტომ რომ შემიძლია ტელეფონი დავტოვო რამე ავტოკლიკერზე, თამაშებს როცა თამაშობ და აქეთ წიგნი ვიკითხო და დრო კარგად გავა. ვფიქრობ ახლა ნორმალურად დავაყენე კამერა. თუმცა ძალიან პატარა გამოვიყურები კამერაში, ანუ თვითონ ძალიან გამხდარი ვარო და რა თითქოს წონა ვაფშე არ ამაქვს და ძვლების გროვა ვარ. არ და პირიქით ვარ დიალოგში. თუმცა ეგ არაფერია. ნუ ახლა ძალიანაც რო არ გავწეროთ დრო. შევუდგეთ წიგნის კითხვას. წავიკითხე ახლა 100 გვერდიდან უკვე 125-ზე ვარ, ნუ 10 გვერდზე მეტი გამომივიდა, თუმცა ჩამთრევი იყო და გადავყევი კითხვას. ნუ ახლა 1-2 საათი დავისვენ, გავერთობე, მე ისევ შევჭამ და მე ისევ იგივეს რა. ახლა რაც მაგ გასაკეთებელია, ეს არის რომ კინე უნდა ვჭამო. მოკლედ ჩემი მეორე კვებაზე მაქვს კოტლეტები. დაახლოებით 400 გრამია და 40-50 გრამი ცილა აქვს. მეორე კვებასაც მოვჭი, ნუ ცოტა ვიარე მაგის მერე. გენდება თემი ცუდად მაქვს. ნუ ხო, და ახლა კიდე უნდა წავიკითხო წიგნი. ნუ წიგნით წავიკითხე. ასევე არციც დავლიე და საკმარისი წყალიც მივიღე. ახლა კიდე რაღაცები რაც მინდა დავამატო რა. ვარჯიში დღეს არ გამომივიდა, იმიტომ რომ როგორც იცით, ხარ კიო. და მაგის გამო არ წავსულარ სავარჯიშოდ რა. და ხო, ახლა კიდე რა მინდა გავაკეთო. ხვალ აუცილებლად გავიპარსავ წარებს, იმიტომ რომ სახე ძალიან სუქანი მიჩანს. თან ძალიან ბევრი წარები მაქვს, მაგრამ ახლა ვიდეოში არ მიჩანს რა. და ვფიქრობ ეგრეც აჭობებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასე ხვალ საბოლოოდ განვიკურნები, ანუ განკურნებით არ ამგონი ახლა მეორე თუ მესამე დღე არის, რაც ხარ იმткиვა, ესეც სადღაც 10 დღე უნდა მткиოდეს, მაგრამ დღეს ნაკლებად მткиვა რა. და ჩქარა უნკურნები ძალიან, მაგრამ მაინც. ხო და თუ ძალიან არ შემაწუხა, წავალ სავარჯიშოდ და ფეხებს ვავარჯიშებ რა. ხო, ასევე კიდე ხვალ შეიძლება გასასეირნებლად წავიდე. და თუ გასასეირნებლად წავედი, აუცილებლად გარეთაც რაღაცებს დაგათვალიერებინებთ რა. ნუ ხო, იმის დამატება მინდოდა რა. დღეს შეიძლება კარგი ვარ, ანუ ვარჯიში არ გამომივიდა, ჯიმში არ დავსულვარ, მაგრამ თუმცა იქით-აქეთ დავდიოდი, ანუ კარდიო ვშრებოდი. ვინც არისაც კარდიო არის, ასე რომ ვთქვათ, მოკლედ სიარული რა, წონების გარეშე. ვარჯიში მაგას კალისტენიკას ეძახიან, ანუ
მოგლეთ რომ თქვა ანუ ვიარე რა იქით-აქეთ და ასე თუ ისე კალორიები დავწვი. დაახლოებით მე მგონი 30000 ნაბიჯი გავაკეთე. რაც რამდენიმე კილომეტრის ტოლია. 2 თუ 3 საათი დავდიოდი. არა უფრო მეტი. თან ხო რა. ვიდეო სამწუხაროდ მოკლე გამომივიდა, მინდა 15 წუთიანი გამეკეთებინა, მაგრამ მე მგონი 10 წუთიანი გამოდის, მაგრამ ეგ არაფერი რა. უმალში უფრო კარგი ვიდეოებსაც გადავიღებ, მეტი ამ ზე ძალიან არ მან 1000 წუთისად ვიყო, ცნედროვებით. ამ გემშვიდობებით. და ნუ ხო. ახლა რადგან ახალი ვარ, არ ამგონია ბევრი ნახვევი გქონდეს ამ ვიდეოს საერთოდ. ახალი არ ვარ, ეს ახალი არხია და მაგიტომაც ვიძახი. ხო და თუ მაინც ახლა აქამდე უყურე და ბოლომდე უყურე და ნახე. თითით ხო უნდა მექნება რომ ჩემარხს გამოიწერ და ვიდეოს ანუ თუ გინდა დალაიქე თუ გინდა თავი გამოიწერ. ნუ ხო, წინასწარ მადლობა. და შეხვდებით ხვალ. ნახვამდის.